მომღერალი და მსახიობი მაკო სასწრაფოშვილი ლია ვენაში ცხოვრობს. მისი ემიგრაცია შვილის ავადმყოფობით დაიწყო. მის ერთადერთ ვაჟს თბილისის დინამოს იუნიორ ფეხბურთელს საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ასე წავიდნენ დედაშვილი ავსტრიაში, სადაც ქალბატონმა მაკომ პროფესიონალიზმის და განსაკუთრებული შრომის მოყვარეობის წყალობით შეძლო ვენელთა განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურება. ვენის საპატიო მოქალაქეობაც სწორედ ამ სიყვარულის დამსახურებაა. მთავარი მაინც ალბათ არის ის, რომ ეს არის აბსოლუტურად ულევი ენერგიის პატრონი ადამიანი. გამაოგნებელია ის ენერგია, რომელიც მას გააჩნია და რა ენერგიითაც ის აკეთებს ყველაფერს ამ ცხოვრებაში. ყველაფერს აბსოლუტურად. თავის პატრონია. ყველაფერს თვითონ აკეთებს. თუ რამე აქვს, თუ რამე გააჩნია, თუ რამეს მიაღწია, ყველაფერს თვითონ ამ თავისი ენერგიის, ამ თავისი მიზან დასახულობის წყალობით და სულითა და გულით უსურვებ ყოველივე კარგსა და კეთილს. კარგი გაგებეთ ძალიან ჯიუტია, მიზანს თუ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს ამ მიზანს. და მე მგონი ის რომ ის ბურგთეაჩი მუშაობს, ესეც სწორედ მისი ხასიათის ამ თვისებების შედეგია. მაგრამ ეს ცოტა ვინმე თუ შეძლო, მან შეძლო. მიუხედავად წარმატებული კარიერისა და მოსიყვარულე ოჯახისა, ნოსტალგია მაინც შეახსენებს ხოლმე თავს სხვა ქვეყნის სამოთხეში. როგორც დედა გენატრება, ისე გენატრება სამშობლო. მე არ ვიცი სხვა ერების წარმომადგენლებს როგორ აქვთ ეს ნოსტალგია, ამ სიტყვასთან როგორ მეგობრობენ, მაგრამ დარწმუნებულად შემიძლ გითხრათ, რომ დარწმუნებით, რომ აი ქართველ ხალხს ეს აქვს ძალიან მოჭადრაკე, რაც არ უნდა თქვა. ნოსტალგია ჩვენთვის არის ყველაზე ტრამვული, რომ გითხრა აი იმ ქვეყანაში შენ სამოთხეში ცხოვრობ და პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე რაღაცა ეს ეტაპებია სხვათა შორის მე ამას გეტყვით თქვენ ცხოვრების ეტაპები, რომელიც ამ ვირტუალურ ბედნიერებასთან არის დაკავშირებული და ამ დროს ბოლოს გრძნობ, რომ თითქოს ყველაფერი გაქვს, ან არაფერი არ გაქვს და გრძნობ, რომ აი ეს ყველაფერი თუ მე არაფერი არ ყოფილა, აი იმ ყოფასთან, რასაც სამშობლოში ყოფნა ჯობია, თუნდაც ყველაზე არ შემდგარ სამშობლოში. ქალბატონ მაიას ვიცნობ უკვე რამდენიმე წელია, მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა თბილისში და განსაკუთრებით იყო სასიამოვნო ჩემთვის, როდესაც ჩავედი ვენაში, მან დამხვდა მაია, ჩვენ მაშინ მოვიარეთ უზარმაზარი გამოფენა თანამედროვე ხელოვნების, იყო მან ვენაში გარიცნობილი ყოველწლიურად გაიმართება ხოლმე და ძალიან ბევრი ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას და ჩვენ თანამედროვე მხატვრები მან დიბნა. გარდა ამისა, ვენის ოპერაშიც გავხდით და შევხვდით ამთავარია ჩვენს დიასპორას, ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენგან წასულ ადამიანებს, რომლებსაც მე ხვდებოდი ყოველთვის, მანამდე სანამ მინისტრის ვიქნებოდი, ხვდები ეხლაც და განსაკუთრებულად სათუთი ურთიერთობა გვაქვს მათთან, იმიტომ რომ ეგ არის ხალხი, რომელმაც დატოვეს სამშობლო, ძირითადად უფრო ეკონომიკური ან რაღაც სხვა მიზეზებიც ჰქონდათ, მაგრამ მათი რაოდენობა მცირე არ არის. მაია ერთ-ერთ ცნობილ თეატრში, გერმანულ თეატრში, რომელიც ძალიან ცნობილია, მან მოღვაწეობს და მე ყოველთვის მეამაყება ხოლმე, როდესაც ჩვენი ადამიანი არის მან
ცნობილი, ყავს ბევრი მაყურებელი, ყავს ძალიან ბევრი მეგობარი და სადაც ის იმყოფება და სადაც არის ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ქალაქში, აი მაია არის იმის მაგალითი, რომ მასთან მეგობრები უცხოელები სულ საუბრობენ საქართველოზე. ანუ ჩვენი ქვეყნის სახელი გაისმის ყველგან და ვერ ეკითხებიან, რამდენი ჩვენი მოსახლეობა, რა კულტურის ხალხი ვართ, როგორი ისტორიის ხალხი ვართ და ფაქტობრივად ასეთი ხელოვანი როგორც მაია არის ჩვენი პროპაგანდისტი, პოპულარიზატორი საკუთარი ქვეყნის სამშობლოსი. გარდა ამისა, მაიაზე მე ვნახე სანამ გავიცნობდი ერთი წიგნი, სადაც ცნობილი და განსაკუთრებული წარმატების ქალბატონებზე იყო ეგ წიგნი და მაიაზე იყო ძალიან თბილად დაწერილი და მისი მთელი მოღვაწეობა იყო აღწერილი მანდ. საკპატიო მოქალაქეა ქალაქის ვენაში, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და მე თვითონ ადამიანური თვისებები აქვს მაიას ესეთი, რომ ეგ არის სიცოცხლით ცავსე ადამიანი, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო თანამოსაუბრე, დეპრესიული და ასე შემდეგ. მაია მას თითქოს სიცოცხლე შტაბერავს და ხელოვნების ერთ-ერთი მისია ის არის, რომ ადამიანს სიცოცხლე უფრო გაულამაზო, მორალურად ხარში ამოუდგე და მისი მეგობარი იყო თუნდაც ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდში. სურვილები ბევრი აქვს, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, ვინც სამშობლოს დატოვებას დროებით თუ სამუდამოდ აპირებს. იცის, რომ ემიგრანტებს რამდენიმე ეტაპი აქვთ გასავლელი და მათი ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა ყველა ქართველს მოუწევს. არის რამოდენიმე ეტაპი. ჩამოდია, დედა რა კარგია, ქაურობა, როგორ ყველაფერი დალაგებული, მშვენიერი, ლამაზი, დასუფთავებული ქუჩები, ყველა გიღიმის, ყველა ვალდებულება აქვს. უნდა არავინ არ უნდა შეგამჩნიო შენ სახლში რა ხდება. და ძალიან მოუწევს, ძალიან კარგი მანერაა. ყველა გიღიმის გამარჯვება მაღაზიაში, ყველა გონია რომ შენთვის არის იმ თვითას დაბადებული და შენ მეგემსახუროს მარტო და მას აკეთებს სიამოვნებით. ალბათ მე წილად მსახიობობა ალბათ არ არის ვალდებულება უფრო. მოკლედ ეს ჩვენი ხალხი, ანუ ჩვენ მეც მივართული მათ ჩემი თავს, იმიტომ რომ მეც უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცოტა კარგი ვარ, ვინ ცოტა ცუდი ვარ, აბსოლუტურად. კარგია 1 წელი, 2 წელი, მერე ნუ იკლავენ თავს და ნერვებს იწყვიტავენ, რომ რამენაერად მიაღწიონ იმას, რომ მიიღონ იმის უფლება, რომ აქ დარჩნენ, სადმე დარჩნენ უცხოეთში და რეკავენ სახლში, რომ აი всё, მე კიდე რაღაც საბუთები და ღმერთო ერთმანეთს ადღეგრძელებენ და უსურვებენ არა ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას და ბედნიერებას და ჯანმრთელობას, ქვეყნის და შვილების და ოჯახის და მეგობრების მხოლოდ, არამედ აი ღმერთმა მალე მოგცეს შენის კეთილდღეობა და ის უფლება მუშაობის და აქ ქვეყნის დარჩენა რაღაც ფსიქიკა არ ხდება. მერწმუნეთ, მე ამას სრული პასუხისმგებლობა ვუჭერდი. აბსოლუტურად შეიძლება მე ალბათ უფალმა ხელა რაღაცა გადამატაინა, ჩათვალე რომ მოდი აი ამას მაინც ისე მოგცემ, რომ შენ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად არც სურვილი არ მქონია უცხოეთში დარჩენის, იმიტომ რომ პატარა რო ვიყავი, მღეროდი მე და დავდიოდი საალგარი სულ 13-12 წლის რო ვიყავი, იქიდან სულ საალგარი დავდიოდი და იმდენად ტკიოდა ის, რომ როდის დავბრუნდებოდი, ის 2 კვირა, როდის გავიდოდა უკვე 1 კვირაში უკვე სახლში მინდოდა, რომ ზოგჯერ რუსეთის ჭაობებში მოუახლოვდებოდა მატარებელი, იქიდან უკვე ვღავდი, უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ უკვე სახლს ვახლოვდები. და ეთქობა იქიდან იმდენად მეტკინა ეს, რომ სამშობლოსგან მოწყვეტა, თუნდაც 1 კვირით, 2 კვირით, რომ ალბათ მაგიტომ, თორემ მე არაფრით არ განსხვავდები ჩემი ხალხისგან, მეც ესეთი ვარ, როგორც ყველანი. მე არის მეორე ეტაპი იწყება, ბედნიერების ეტაპი, გადაიტანა ეს ურთულესი საშინელი ტრაგედიული წლები, ტრაგიკული, რომ იწვალა და ბოლოს მიაღწია იმას, რომ ის ეს უფლება მუშაობის არის ბედნიერი, არის ამაღი, არის უკვე ზემოდან გადმოხურებს ყველას. მე გეუბნებით ტიპი ქართველი ადამიანის და არა მარტო ქართველის ტიპი როგორია, როდესაც საზღვარგარეთ რაღაცას მიაღწევს და უკვე გონია რომ ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში და არის უბედნიერესი, ყველაზე მაღალ ეტაპზე, ყველაზე მაღალი, ყველაზე კარგი. მე ის დგება თავის კალაპოტში ეს ცხოვრება
და ხდება რომ კაი, ნუ დადის უნდა ყველა შრომ აქვს, ამათ ყველა მეცნიერო, ყველა მასნათურს ხომ ერთ მომეცი შრომის უფლება ყავთ, მომეცი მუშაობის უფლება, მამაკაცები, ქალები, მამაკაცები აკეთებენ არაჩვეულებრივი ისინი ხდებიან, რა ქვია, ახალგაზრდა ბიჭები, სტუდენტები, გოგოები, რა ქვია, კულინარია, სამზარეულო, მზარეულები ხდებიან არაჩვეულებრივი, რომ ოღონდ რაღაც ფული იშავა. კარგია ის რომ ეჩვევიან შრომის ფასი გებენ. რომ შენი ნაშოვნი, შენი, აი თუ იქაც მიხვა, ხო რაღაცა დაგიქროვდება და შექმნილი. ბოლოს უკვე ხდება რომ სიცარიელეშია. ეს უკვე მესამე ეტაპია. სიცარიელია, ხო, ესაც მაქვს, ისაც მაქვს. თუ რაღაც ვაუ, იცი სახლიც ავიღე, ხო რაღაცა, ანუ სახლი ავიღე ქირით. შეიძლება ვიღაცას და რაღაცა ხდება რომ რაღაც სიცარიელია, კაი, ფულიც მომივიდა, სახლიც მაქვს, რაღაცაც ვიყიდე, ის მაგიტოფონი მიდიოდა, ის რაღაც ტელევიზორი მიდიოდა, ის მიდიოდა, ის რაღაც ჩავიცვი, რაღაცა ბრენდიც, რაღაცა და რა. მე ახლა უკვე მესამე პერიოდში ამ სიცარიელის დროს თავის თავს ატყუებს და საქართველოს ნათესავებს ატყუებს, რომ იცი რა, მე ახლა უნდა ჩამოვიდე და მე მაგარი ბიჭი ვარ და მაგარი გოგო ვარ, იცი, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ, მე ხა ცოტა ხანი ჩამოვალ, მე ისე წავალ. შინაგანად კივა. იმიტომ რომ ჩამოვა, მე ისე წავა და იტყვის რომ ხო იქ იცი რა ძალიან დაულაგებელია ყველაფერი. იტყუებ ყველაფერს. ყველა ვიტყუებით. რომ აი აქ მირჩენია დალაგებული, რა თქმა უნდა დალაგებული ყველაფერი ჯობი, რა თქმა უნდა. და ბოლო მეოთხე ეტაპი. როდესაც გეუფლება, ეს ეტაპი ყველამ უნდა გაიაროს, ყველა გადის, უნდა გვინდა თუ არ გვინდა. თუ ვიღაცა უგულო და ვიღაცა ავადმყოფი ადამიანი არ არის. და მეოთხე ეტაპი, როდესაც არაფერი აღარ გინდა, აბსოლუტურად. აღარ წამოდი კეთილდღეობა, აღარ ჩენი დაცული ჯანმრთელობა, აღარ ჩენი დაცული პიროვნება, აღარ სამსახური, აღარ სახლი, აბსოლუტურად არაფერი. გინდა შენ სამშობლოში, შენ რაღაც გადაყრუებულ სოფელშიც კი დაჯდები, რომ იქაური სუნი, წვანილის, ფუნის, რა ქვია, ქალები მას რო ემაშვებიან, ძროხას რო წველიან, აი მათ რაღაცნაირი სუნი ასდით, რაღაც რძის, აი ეს სუნი შეიგრძნო, აი იქ რო იყო იმათთან და ისევ ის ადამიანი რო გახდე, ნატურალური ბიოპროდუქტი რაც იყავი ოდესღაც. ანუ ტრამვა, ტკივილი, ყველას ელოდება, ვისაც არ გაუვლია. ზოგს ადრე ეწევა, ზოგს გვიან ეწევა, ზოგს ეწება ის, რომ იცი რა, ჩემი შვილებმა ლაპარაკობს ქართულად და მეც ანუ იმის მანიშნებლად, რომ იმდენად ცარიელია შინაგანად არ მეშინი ამ სიტყვის ხმარების, რომ თulis რომ თუ არ ეწოდინება მის შულს კარგად ქართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მაღალი დონის და კლასის მაჩვენებელია. Don Quixote, ხო? ანუ შენ არცობრივი ხოხლება რა. კინის კაცი, კინის გულით. მე ვათქობ ხოლმე. არა ძლიერია და მეც მაძლიერებს, ეს კიდე ჩემი ცხენია. ეს ჩემი ცხენია, ძლიერი. ერთხელ მაცხენზე შემჯდარიყავით და საქართველოსკენ წამოგეყვანოთ ყველა. წამოვარ, ბატონო, სულ ყველა აგერადებ და წამოვიყვანთ სულ ყველას. თავარია რომ გველოდებოდნენ. თქვენი სამშობლო გელოდებათ ყველაზე მეტად. ცოცხლას.